საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისელ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტი ვრცლად ისაუბრა ლიბერალიზმზე, ტოლერანტობასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებზე. ქვეყნის პირველი პირი მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან იმ პოლიტიკოსების თემასაც შეეხო, რომლებმაც რუსული ოკუპაციის პირობებში კრემლში სიარულს მოუხშირეს. პედაგოგებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა გარე საფრთხეებზე და პოლიტიკაზე ისაუბრა. განაცხადა, რომ რიგი ქართველი პოლიტიკოსების სახით რუსეთი საქართველოში მარიონეტის დასმას ცდილობს და პარალელი 1921 წლის ოკუპაციაზე გაავლო. დღეს რუსეთს ოკუპირებული ხელახლა ჩვენი ტერიტორიის 20%, მაგრამ დამხობელს უნდა რომ თბილისში დასვას ხალხი, ვინც ამას აღიარებს, მოუწერს ხელს იმით, რომ იქნებ სხვა რაღაცაც არ დავაკარგიოს. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აღმოჩნდნენ ქართველები, რომელიც ზათ არიან, რომ ამას ყველაფერს ხელი მოუწერონ. როცა შენ ლაპარაკობ, რომ მე რუსეთში მიდივარ და რიგიდად გაიხა იქ. იმიტომ რომ მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოო. და რატო სააკაშვილიც ხო დადიოდოთ? მე დავდიოდი იმისათვის, რომ მათგან თავი დაგვეცა. და ველაპარაკებოდი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე. მაგრამ როცა შენ გადიხარ იქ და ელაპარაკები, შენი მთავრობა როგორ დაამხო? შენ ქვეყნის შიგნით სადრომელი ძეგლი უნდა იდგეს. და როგორ მოაწყო შენი ტერიტორია, შენ აღიარებ, რომ შენი ბედი შენადვე არ გეყუდნის და მათ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, გაუნათლებელმა ვიღაც ჩეკისტმა უნდა გადაწყვიტოს შენი მრავალათასწლიანი ქვეყნის მოწყობა და შემდგომი განვითარება. ამაზე უფრო დიდი დამცირება და უღირსება საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს. მათ უნდათ შუღლის დათესვა, ან ილუზიის შექმნა, რომ შუღლია დათესული და მე ამის გამოყენებით, ამ საფარის ქვეშ, ამ მარიონეტების ქვეშ შემდგომ ჩვენი იგივე რაღაც გაკეთება, რაც მოხდა 1921 წელს. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში როგორ ესმით ლიბერალიზმი და დემოკრატია, პრეზიდენტმა ამ ფასეულობებზე დიდხანს ისაუბრა. მას ჩვენ გვაქვს ესე სხვადასხვა ფლანგებად დაყოფილი პოლიტიკური სპექტრი. და ვიღაცა თავს მიიჩნევს ლიბერალად. და ზოგს ლიბერალიზმი გონია მაგალითად დემოკრატობა განსაკუთრებით. თუ არმიაზე უარს ვიტყვით. სამხედროს და სამოქალაქო თავდაცვალებაზე უარს ვიტყვით. თუ ძალიან ხმამაღლა მაგალითად შევაგინებთ პატრიარქს. და ეს არის დიდი დემოკრატია. აი ნახე რა დემოკრატია. რა თქმა უნდა ეს, ან თუ მაგალითად რა თქმა უნდა პრეზიდენტის ხარდაჭერა ეს რა ქაჯობაა და რა ცუდი ტორია, ვის გავგია ხა. პრეზიდენტის და მთავრობის ხარდაჭერა. ხა. შეხედე ამ საცოდავ გოიმს ბოდიში. და ამ სოფლელს რო მთავრობას და პრეზიდენტს უჭერს ხარს. და მეორე უკიდურესობა, რომ პატრიოტიზმი ის კი არ არის, რომ პატრიოტიზმი თუნდაც ის არის, რომ რომელიმე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს შეაგინო. ან თქვა, რომ რომელიმე სხვა აღსარებლობის ადამიანი საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს და მას არ აქვს იგივე სამოქალაქო უფლებები. ეს არის დიდი სიბრიყვა და ზუსტად ასე გვმართავდა ჩვენ რუსეთი. გვმართავდა, გვეუბნებოდა, აფხაზს ეუბნებოდა, რომ შენი პრივილეგია არის, რომ აფხაზი ხარ და სალამ ქართულს დაჩაგრა, მანამდე იქნებ პრივილეგირებული. ქართულს ეუბნებოდა, ძმაო, სადაც საქართველო ქვია, ეს არის საქართველო, ნუ ეხლა ცხინვალში მაინც ხვისნუჭაღოს ხდება, მაგრამ აქ შეგიძლია შეავიწროს სომეხი და აზერბაიჯანელი. პრეზიდენტმა დღესვე საბჭოთა კავშირის დანატოვარ კიდევ სხვა ყალბ ფასეულობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეა. თუ ღირსება გაქვს, რანაირად უნდა წაგართოს, საწავი ღირსება, რომელ ჯიბეში ბიდევს, რომელიმეც ღირსება. მაგრამ ღირსება ითარგმნება იმენიდან, როგორც პრივილეგია. რომ მე რო ვარ ვაკელი, მაგ პრივილეგია ვერელთან, ვერელი რო ვარ, მაგ პრივილეგია გლდანელთან. ქართველი რო ვარ, თუ არა ვარ ცხინვალში, მაგ პრივილეგია ოსთან აქეთ, მაგრამ საკმარისია ცხინვალში ვარ, იქ ოსი ვარ და პრივილეგია მაქვს ქართველთან. ასე აღზარდა საბჭოთა კავშირმა. და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყალბი ფასეულობა. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის შვილები და ყველანი უნდა ვაყენებდეთ ყველაზე მაღალ ჩვენ ქვეყანას და ვაყენებდეთ ჩვენ თავს თანასწორად ყველა სხვა ჩვენი მოქალაქეს და მიუხედავად ეთნიკურობის და ეროვნული წარმომავლობის. ოკუპირებული ტერიტორიების და რუსული აგრესიის ფონზე პრეზიდენტი სამოქალაქო თავდაცვის შესწავლას აუცილებლად მიიჩნევს. საქართველოს სჭირდება ყველაფერი ეს. არაფერი მილიტარისტული ეს არ არის. მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი. საქართველოს სჭირდება თავის დაცვა. ჩვენ არავის არ ვესხვით თავს. ჩვენ ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელთანაც განიარაღება და დაწოლა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ შეეცოდები და დათვის ბაბაია რო დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს შეიძლება მაინც არ მოეწორო უბრალოდ იმის გამო რომ ბაბაიას ეძახი და სხვა შორის თუ მოეწონები, კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. ამიტომ და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა თავში და ყველაზე კარგია თუ გაქვს პისტოლეტი. ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, 5 კალიბრიანი.
პოლიტიკური განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა მშობლიურ სკოლაში გააკეთა. პრეზიდენტი დიმიტრი შაშკინის ინიციატივას გამოეხმაურა და სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშზე ხელფასიდან თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა. ალუმნაის პროგრამა სკოლების დახმარებას გულისხმობს. ყველა წარმატებული ადამიანი თავის ყოფილ სკოლას ეხმარება. თავად პრეზიდენტის ერთი თვის ხელფასი გაიყოფა და იმ ორ სკოლას გადაერიცხება, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა. მე მინდა რომ ჩემი ერთი თვის ხელფასი ორ სკოლას შორის გავყოთ და გადაურიცხოთ, რაც არის და მინდა ყველა სახელმწიფო მოხელეს და ეს არის ასეთი არის საქართველოში 100,000-ზე მეტი. მოუწოდო დაჟინებით. თუ ისინი თვლიან რომ ცხოვრებაში ისინი შედგენ და რაღაც მიაღწიეს და ამაში თავის სკოლამ რაღაც წვლილი შეიტანა, ხო თუ არ თვლიან ვერავინ ვერ დააძალებს ამას. ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი გადარიცხოს 50 ლარი მინიმუმ. ვისაც აქვს 1000 ლარზე მეტი და ასეთი ბევრია სახელმწიფო აპარატში, გადარიცხოს მინიმუმ 100 ლარი. ვისაც უნდა მეტის გადარიცხვა, გადარიცხოს მეტი. თავისი ყოფილი სკოლის ან სკოლების ანგარიშს. ამ მშვენიერ გოგონას, რომელიც გვერდით მიზის, რომელიც არის ჩემი პირველი დამრიგებელი 0 კლასის და მრავალი ათწლეულის წინ იყო ეს ბოდიში დრო ამას, მაგრამ ეს ყველა მიცის და რა არის აქ დასაბალი. ჩვენ აქ ვასწავლეს თავი რაღაცა. რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები, საბჭოთა სკოლის პირობებშიც კი. ჩვენ გვასწავლიდნენ თავისუფლებას, თავისუფლად აზროვნებას. და საქართველოს მომზადებული აღმოჩნდა უფრო დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ არსებობდნენ ნინელისთანა მასწავლებლები, არსებობდნენ ნორა დარიელაშვილისთანა მაღალი დონის ძალიან მოქალაქეები და მასწავლებლები და პატრიოტები საქართველოში. დღევანდელი საქართველო შეიქმნა მხოლოდ იმის გამო, რომ ნინელი და ნორა დარიელაშვილი არსებობდნენ. მე მინდა რომ მათთან ერთად ჩვენ შევქმნათ ეს საქართველო შეუქცევადად წარმატებულ ქვეყანად ვაქციოთ. სკოლას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ექსპერიმენტებით და თავისუფლების სიყვარულით დაამახსოვრდა, პრეზიდენტის ინიციატივით დღეს ძველი სახელი პირველი ექსპერიმენტალური დაუბრუნდა. სკოლაში გრძელდება თამამი ექსპერიმენტი. ამიტომ მე მინდა განათლების მინისტრს დავუვალო და ვთხოვო, რომ ხვალ დილიდან ხელახლა ამ სკოლას ეწევდეს პირველი ექსპერიმენტული სკოლა. სკოლას, რომელშიც თავად სწავლობდა პრეზიდენტმა, ძველი სახელი პირველი ექსპერიმენტალური დაუბრუნა.